მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოკლედ დღე არ გავა უკვე ისე რომ შერიფის სამსახური საჭირო არ გახდეს თქვენთვის და მომდენო ასეთი ინციდენტი უკავშირდება მერაბ დვალიშვილის ვიზიტს საქართველოში, სადაც ნამუს გარეცხილმა ტელე-პირველი ჟურნალისტმა, ჩვენს ჩემპიონს, ჩვენს უდიდეს ადამიანს და მსოფლიო ელჩს, ვინც ყველაზე კარგად საქართველოს ახლა მსოფლიოში წარადგენს არის მერაბ დვალიშვილი, დაისვა და რაღაც სისულელე კითხვები დაუსვა და იმდენად გაუგონა, წარმოიდგინეთ მერაბი ახლა როგორი პოლიტკორექტული ადამიანია, როგორი ზრდილობიანია და ცდილობს რომ მაქსიმალურად შეიდარჩენოს ნეიტრალიტეტი და პოლიტიკურ ამბებში არ ჩაებას და მე მესმის მისი და ესეც უნდა მოიქცეს. ეს ნამუს გარეცხილი ჟურნალისტი UFC ჩემპიონს თხოვს რომ სასამართლო პროცესზე მივიდეს და რაღაც ეხა მე მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს მეგობრებო. გაგიჟებული ვიყავი ეს რომ მოვისმინე. და ჯერ ის არ მინდა თქვა თვითონ ეხა აეროპორტში როგორ ის მოუწყეს თვითონ ჟურნალისტებმა, ხო რაღაც ისტერია. მოდი ეხა ეს ვიდეო უნდა შევაფასოთ, დიაგნოზი უნდა დაუსვა მე საბოლოოდ საერთოდ ლიბერალურ მედიას, რასაც აქამდე ძალიან კარგად ვაკეთებდი, მაგრამ სანამ გადავალთ უშუალოდ ამ ვიდეოზე, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გამოვყვეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რომელიც აღწერა შემითითებული, ასევე ახალი ეპიზოდი დაიდო ჩემი პოდკასტების მეორე არხზე, რომლის ლინკი აღწერა შემითითებული და მოდი ახლა ერთიანად გამოუტანოთ განაჩენი ამ ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებს საქართველოში. ექნება ჩანსი რომ რეზო კიკნაძეს უთხრათ ჩვენი კამერის მეშვეობით კაც UFC ჩემპიონი გახდა და რეზო კიკნაძეო ჩემი რეზო კიკნაძეო ღირსების პატია შენი მაიკაიცო. ეხა ეს ნორმალურია გეკითხებით ხა? სტრინკლენდი რო არის ეხა რა, UFC ჩემპიონი ასე ამერიკელი, მაგასთან რომ მივიდეს, რომელი ამერიკელი ჟურნალისტი ეხა და LA-შიო ეხა დარბევები მიდისო რა. და ერთ-ერთი რიოტი აიყვანესო და სტრიკლენდის მაიკაიცო და ეხა თქვენო სასამართლო პროცესზე არ მიხვალთო, ეხა სტრიკლენდი გადაახევდა მაგ ჟურნალისტს თავზე ყველაფერს. სტრიკლენდი. ხო იცით ვიზეთ საუბრობ. კაცი ამხელა ამაგი გაუკეთა საქართველოს. ამხელა რაღაცა და არ ვიცი რა. მასთან თუ მისთვის თუ რამე გაქვს სათქმელი, უთხრათ ასევე სხვა სინდისის პატიმრებისთვისაც შეგიძლიათ თუ პროცესზე ვერ გიხვალთ ეს პლატფორმა გამოიყენოთ. გაუცრა მე მას. ყველა პატიმარს უსვებ თავისუფლებას და და რა ვიცი, მოკლედ ჯანმრთელობას და კაცმა, მერაბ დვალიშვილმა პოლიტკორექტულად ძალიან ზდილობიანი კულტურული პასუხი გასცა, რომ ყველა პატიმარს უსურვებო თავისუფლებასო, ჯანმრთელობასო და კარგად ყოფნასო და ასევე ახლა მთლიანი კონტექსტი ამ ვიდეოსი, ამ ინტერვიუსი იყო, რომ შესანიშნავი ადვოკატები არსებობენ და იმას მიხედავენ, ხო? რეალურ ადამიანმა, რომელიც მართლა დააშავა, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, მაგაზე თხოვენ, რომ მერაბ დვალიშვილმა ხარი დაუჭიროს ეხა მაგას და ჩაებას ჩვენს პოლიტიკურ დაპირისპირებაში ქვეყანაში. რამხელა აბსურდთან გვაქვს რეალურად საუბარი ხვდებით? ჯერა რობოტია ხმაზე დააკვირდეთ ეხა იმას რა. შემიძლია გითხრათ. ხო, ეს არის თქვენი სათქმელი. არა, რატო მე გეკითხე? რატო გოგო, რატო? კაცი ჩამოვიდა ნინა დრამასთან ერთად, რომელიც არის ძალიან ცნობილი ადამიანი ასევე. ჩამოვიდა იმისათვის რომ რაღაც ამ ქვეყნიდან რაღაცა გავიდეს პოზიტიური სოფლიოში გარდა იმისა რომ დაპირისპირება ნაცკოცური ამ ქვეყანაში და გაყოფილია მთელი ერიშუაზე ხო იმაზე რა ჩამოიყვანა რაღაც პოპულარიზაცია გაუკეთოს ამ ყველაფერს და ეს გამოდის ახლა და სოფლის რა ქვია რეზო კიკნაძეს და იმას რა ქვია სინდისის პატიმრები რომელია სინდისის პატიმარი დაესხი პოლიციელს თავზე შერიფმა რა გამოაცხადა ამერიკაში იცით ეხა რიოტებზე რომ მიდის დაპირისპირება რომელი ისა რომ დემონსტრანტის პოლიციელზე თავდასხმას მიიტანსო ადგილზე მოახდეთ მათ ლიკვიდაციასო ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სამსახური აცხადებს ამას და შერიფის სამსახური და ეს პროვოკაციას როგორ გიწყობდით პროვოკაცია სად არის რა დედამ მე ხა მერაბის ადგილას რო ვიყო არ ვიცი ამას რო აუშვებდი ახლა რაც მოდი კომენტარის გარეშე დავტოვებ ახლა ამ მომენტს. და თქვენ უნდა მიპასუხოთ, გამოიყენეთ ჩვენი პლატფორმა და რა პლატფორმა უნდა გამოიყენოს გოგო, რა პლატფორმა უნდა გამოიყენოს შენი? შესაწყალო მართლა, საწყალი, როგორი დონის, როგორ მეცოდებიან აი იმ ილუზიებში რომ ცხოვრობენ. როგორ მეცოდებიან აი იმ ილუზიებში რომ ცხოვრობენ და მე კიდე სხვებს, ემიგრანტებიც, ქართველი ემიგრანტებიც შეცდომაში შეყავთ აი იმ იდიოტ ჟურნალისტებს. ბელორუსიაში გავიღვიძე გზალებენ ჩვენზე საბჭოთა კავშირია, დიქტატურა,
თქვენი მართლა. ხო, წარმატებას ვუსურვებ. ხო, აი შენ ასე ტყოდი, შენ როგორ ეტყოდი? ხო, აი მაქვს შესაძლებლობა მაგრამ დედაჩემს ვერ ვნახულობ ეხლა რომ ჩამოვედი რა წარმოგიდგენია? ხო და აი ხო საქმეზე ვარ. დედაჩემს ვერ ვნახულობ კაცი ეუნება ისე გადარბენაზე და საქმეებზე ჩამოსულ და დარწმუნებული ვარ საყვარელ ადამიანზე ნათესავებს ვერ ვნახულობს და ქართულ ხალხს შეხვდა მთლიანად რომ ეს იცოდა რომ როგორი ზეიმით შეხვდა ხო მე რა დაიცო კიდევ ერთხელ კამარი ომალი დააფინიშა მოგუდა რავი ამ სუპერ სუბუქი წონის გოუთია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი და მხოლოდ ეგ არის თქვენი მესიჯი სინდისის პატიმრებზე? რამე თქვი ახლა ამას ჟურნალისტს რა უნდა და იცი ამასე თქვა რომ თქვი რომ ოცნება უნდა წავიდეს თქვი რომ ოცნება უნდა გადადგეს თქვი რომ ბიზნეს მონები არიან მოსამართლეების უყველა აი ამას ეს უნდა და გაიგეთ ეთქვა ანუ ეხლა პირველი ჟურნალისტი ყოფილი რა შემთხვევაში იქნებოდა იცი რომ ეს ეთყოდა რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს ეს რეჟიმი უნდა წავიდეს ჩვენ დასავლეთ ლოგინში უნდა ჩაუწვეთ ყველაფერს ასაც დასავლეთი იტყვის ყველაფერი ჩვენ ერთ-ერთი ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ ანუ რეალურად რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე ეს არის აი ხო გონი სიგიჟე ჩვეულებრივი რა ანუ ამის ტვინში ეხა აი ჟურნალისტის ტვინში გეუბნებით როგორი აბლაბუდებია ისი ანუ ამაზე ვერაფერი ვერ ეშველება ეს 10 ჯერ უნდა მოკვდეს 10 ჯერ დაიბადოს რომ რამე მის გონებაში შეიცვალოს სუპერ მსუბუქი იმას რა ქვია UFC ჩემპიონს ეუნება რომ სასამართლო პროცესზე მიდი ვიღაცა პიჟონის რომელიც პოლიციელს დაძდებდა იმის ქუჩაში რაკეტკით და კადრებიც გავრცელდა ეხა გუშინო და დევიძე რო არის გვარა თუ რა ჯანდაბაც არა 4 წლიანი პატივი და რაღაც რომანტიზირებული წერილი გამოაქვეყნა იქიდან წხუდიაჩი შევდივარ სინათლის საძებრელად სინათლის კი არა მეტი 4 კი არა მეტი 8 12 და 30 წელი უნდა მიცე ადამიანს რომელიც სამართალ დამსავს ესხმევა თავს რომელიც არის ვანდალი და რომელიც არის ბომჟი პლუს უნდა მიცე მაგას საერთოდ 30 წელი 4 წელი ძალიან ცოტაა სინდისის პატიმრები არანაირი სინდისის პატიმარი არ არსებობს ეს არიან პიჟონი ბომჟები რომლებიც კანონის უმაღლესი ზომით უნდა გაასამართლო და აყურყუტო ციხეში რომ ისწავლონ და იყოს ეს სხვისთვის გაკვეთილი თუ რა მოუვა ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას და ვიღაცა უმცირესობისა და ამ პიჟონების იმაზე რა ხუშტურებზე სიარულს აი ეს არის ჩემი პასუხი მაგათ მიმართ აი რას ვფიქრობ თქვენ სინდისის პატიმრებზე სულ ფეხზე მკიდია მაგათი პოლიტკორექტულობა კიდე მაგათში ადამიანური არაფერია რომ ადამიანურად დაელაპარაკო კაცი ჩამოვიდა გასახელად რაღაცა 1-2 რაღაცა ამ ქვეყნიდან რაღაც პოზიტიური ინფორმაცია გავიდა რომ UFC-ს ჩემპიონი ყავს აგერ კამერი შეინარჩუნა ილია თოფურია ყავს კვარაცხელიამ ლიგა მოიგო რაღაცა წარმატებები ჩვენი სპორტსმენები აღწევენ სოფლიოში და ეს ყველა ჯერ კვარაზე თავდასხმები რა იყო თო კვარაზე რა იყო კაცმა ლიგა მოიგო საერთოდ ჩემპიონ და ლიგა მოაგებინა პარის სენ-ჟერმენს ეგეთ ფარჩაკ გუნდს კვარაცხელია მოაგებინა აგერ ისა ვიღოთ რა ქვია ილია თოფურია ვიღოთ ხო ამ ხელა წარმო ილიას ვერ უბედავენ ალბათ რაღაც ქვეცრომიერი შიში აქვს იცია რომ დასწოს დააძინებს ადგილზე მე რაბი ცოტა ალალი რო არის მაინც და რაღაცა გაუბედა ეგეთი მე მჯერა ილიას საერთოდ გაუ აი მე რაბი არის როგორი პატიოსანი ადამიანი როგორი წესიერი და როგორი ქართველი ხო მე რა თვალიშვილი არის აი ჩემი აზრით აი სოფლიო ელჩი აი ჩვენგან რომელიც წარგვადგენს და ადამიანი შეხვდა დონალდ ტრამპს რამთან ადამიანები კოსტუმებით ვერ ხვდებიან და ტივი იმითი გადახტა რა ქვია რომ მოიგო ჩემპიონი რო გახდა და შეხვდა და თვითონაც გააზიარა და მე თქვა რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოუცხადეთ ტრამპსო და ჩვენი ქვეყნის ერთგულებაო და ისენო რომ კაცმა ყველანაირი საქმე გაგვიკეთა და ამის მაგიურად ხო აი ეს სინდის აი მე არ ვიცი რა უწოდო ამ ზომბიც აღარა ზომბი ამასთან შედარებით ძალიან რა ვიცი ძალიან კვალიფიციური სტატუსია ხო და მე ისა რა ქვია ეხა შენ რო იმის კიკრაზეს და უნდა დაესწრო აბა აქედან მიმართე თქვი რომ რუსული რეჟიმი ყავს აი გუნდოდა ეთქვა ანუ ჟურნალისტი რა სიტყვა თვალიშვილისგან ისეთ რომ ეთქვა რომ რუსული რეჟიმია რომ ეთქვა რომ ბიზნესზე მონები არიან აბსოლუტურად უყველა რომ ეთქვა ეგ გუნდოდა ეთქვა გაიგე მაშინ ეთყოდა მე მიაძახებდა კიდე თავისუფლება პალესტინას მე მიაძახებდა რა ქვია თავისუფლება უკრაინას ის ზელენსკი მოსკოვის მისადგომებთან დგას და რაღაც სისულელეები გაიგე ხალხო რომ ესენია მე კიდე მადლობა ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ უხდი რომ ამ ჟურნალისტს სერიოზული ინტერნეტში განაჩენი გამოუტანეს რა სირცხვილით დავიწვიეს რომ მოვისმინე პირველად მე შემრცხვა რავი ბოდის უხდი მე რაბდვალიშვილს აი იმის გამო მე უხდი და მთელი საქართველოს რომ ესეთი იდიოტები ყავს სამწუხაროდ რა
ვინ შეუშვა პრესკონფერენციაზე საერთოდ? ესეთი უნდა შეუშვა სპორტული ჟურნალისტები, სეტანტა, სილქინეტი, აი ის აჭარები, ეგენი უნდა შეუშვა. არ უნდა შეუშვა ეს საერთოდ პოლიტიკური ჟურნალისტები იქ რა. არც ერთი მხარე. აი სირცხვილია უკვე ესეთი პოლიტიზირება რა, მართლა და მართლა ყველაფრისა. თუ მაგარი ხარ, მიდი და არჩევნებში დაამარცხე რა. რა თუნდა ამას ლაპარაკე, მაგარი ხარ სტალინმა თქვა ესეთი სიტყვები. სტალინმა თქვა ესეთი სიტყვები, ანუ რეჟიმი რო იყოს ესეთი სისხლიანი, ხალხი შენ თვითონ დაგასრულებს. მარტო შიშით რეჟიმს ვერ შეინარჩუნებ. დღეს რო საქართველოში მარტო შიშით იყოს, ხო, რეჟიმს ვერ შეინარჩუნებს ეს თავრობა. შანსი არ არის. ზღაპრებს იგონებენ უბრალოდ. ზღაპრებს, რო გეუნებით შეხედე წინა ვიდეო ხო ნახეთ ამერიკაში რას უკეთებენ, იმებს რა ქვია, ილეგალ ელიენებს ამერიკის პოლიცია. პირდაპირ ჟურნალისტებს ესურიან პირდაპირ იმებს რა გრეზინის თქოს დემოკრატიის შუქურა. კაც იმენა მამა თავი უნდა გაგინებინონ მართლა და მართლა რა თავი უნდა გაგინებინონ ესენი არიან არ ვიცი ხალხი ეს ლიბერალური ფაშიზმი არის კიბო მე გეუნებით მე აღარც პოლიტიკაში მოსვლა არაფერი მე არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნი და ჩემი მიზანი იქნება ერთადერთი რომ რაც შეიძლება დიდი პრობლემები რაც შეიძლება დიდი ზიანი მივაყენო სოროსის მიერ დაფინანსებულ მედიებს აი ეგ არის ჩემი ამოცანა და ხმერს თუ პოლიტიკაში შევდეს მე დავჭირდი პრობლემა მანდაც არ მექნება მაგრამ ჩემი ამჟამინდელი ამოცანა არის რომ რაც შეიძლება დიდი დისკომფორტი მაგას შევქმნა რომ მაგათი დამსახურება ამ ხალხის პოლარიზაცია მაგათი დამსახურება რომ აი ამდენი შტერი ყავს სამწუხაროდ და მაგათი დამსახურება ქვეყანაში ეს შიდა დაპირისპირება და არეულობა რომ ჯერ ემიგრანტებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციებს ეს ჯერ მე შევატყვე როდესაც აქციები ქუჩაში იმართებოდა აბსოლუტურად ტყუილ ინფორმაციებს და დეზინფორმაციას გადასცემა ქვეყნის გარეთ რომ ვითომ საქართველოს რაღაც ძალიან დიდ უბედურებებშია და თვითონ ვიღაცები სახლებში გვივარდებიან გვატერორებენ და ეგეთი რამე რაც არის აბსურდი თავიდან ბოლომდე და ამ ყველაფერს იყენებენ იმისათვის რომ რაც შეიძლება დიდი ღვარძლი და რაც შეიძლება დიდი ბოროტება ქართულ ხალხში და გახლიჩონ ეს საზოგადოება აი ეს არის აი მათი მიზანი და ამის ნება ხალხო მარტო მე კი არა თქვენც არ უნდა მიცეთ და თქვენც უნდა ამხილოთ შემთან ერთად ეს არ არის თავისუფლება ამას საერთო არ აქვს დემოკრატიულ ღირებულებებთან ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი და კიდევ ერთხელ მერაბ დვალიშვილს უცხარდებ ხარდაჭერას მერაბ დვალიშვილით ვამაყობთ თელი საქართველოს მან ისეთი საქმე გაგვიკეთა რომ ამის თელმა საქართველოს ერთად რო გავაკეთო ლაბან ამის ამაქვს ვერ ამოვალთ რომ გვასახელა მსოფლიოში და ავიც თავისი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდა და საქართველოს დროშა მიფრიალა ტრამპის პირდაპირ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინაშე რაც გეუნებით რომ კოსტუმიანმა ადამიანებმა ეს ყველაფერი ვერ შეძლო დვალიშვილმა გააკეთა დიდი მადლობა ამის შესახებ რომ საქართველოს ასე უდგას გვერდზე და ესე ასახელებს და მიეცით ამ კაცს საშუალება ნორმალურად ჩამოვიდეს საქართველოში ნუ შევაძულებთ მართლა დვალიშვილს საქართველოში ჩამოსვლას რა ალბათ თუ ისინიც ხედავენ უკვე სხვა მებრძოლები თოფურიაც ხედავენ ამას ისინი ყველა რომ აი ჩამოსვლა არის უკვე პრობლემა რა სერიოზული რა ვიღა ჟურნალისტი მოვა და იმაზე კიკრანძეზე რას ფიქრობ პეტრეზე იმაზე რას ფიქრობ ამ იქზე რას ფიქრობ კარგით მართლა და მართლა რა დაატკბით ერთხელ და სამუდამოდ მივახციეთ რაღაცას დავტკბეთ ამით არ შეიძლება რომ ეს გავაკეთოთ მაგრამ აღარ არის ამ დაზიანებული ნერვები აქვს ხალხს უკვე ისევ ამათ ხელში და მე გეუნებით ამათ თუ სერიოზული დარტყმა არ მივაყენეთ აი ლიბერალურ მედიას მე გეუნებით ეს არ მორჩება ხალ მე ვაფრთხილებ აი მთავრობასაც მიმართავ რა თქვენ თუ არ რეაქტიურეთ თქვენ თუ ბევრი სატელიტი არ წარმოშვით ქვეყანაში თქვენ თუ არ გააძლიერეთ ეს სატელიტური მოძრაობები მე გარანტიას გაძლევთ ამათ იმდენად აქვთ პროპაგანდისტული მანქანები ჩართულები რომ მარტო მე კი არა 9 ჩემი ვერ ეყოფა მაგათ ამიტომ მთავრობამაც უნდა ამაზე ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს რომ რაც შეიძლება გაზარდოს სატელიტების რაოდენობა საქართველოში. პირდაპირ რომ ხო არ მერიდა, უნდა გაიზარდოს სატელიტების რაოდენობა, რომ ამათ მაქსიმალური, ესე ვთქვათ, ზიანი მივაყენოთ რა. სხვა აი არ არსებობს უბრალოდ. ანუ სხვა გამოსავალი მეტი რო ეხა მაგალითად ვთქვათ, რომ აი მას ეხა თავისით რაღაცები ჩაცხრება არ არსებობს ხალხო. მთავრობამ თუ არ დააფინანსა კონკრეტული სატელიტები ქვეყანაში, სხვებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ჩვეულებრივ ლიბერალურ ფაშიზმს და მომდევნო არჩევნებზე კიდევ უფრო ძალიან ცუდი შედეგი დაიდება. რადგანაც წვინს ხალხს ულაყავენ მაქსიმალურად. ამიტომ ის USAID მილიონებს დებს ამ ყველაფერში. აი ამ პროექტებში იდება მილიონობით დოლარი. ანუ მართლა იდება, ულევი ფული აქვს. მე გამოდივარ ინიციატივით რომ მთავრობამ ასევე უნდა შექმნას ეგ რაღაც საფონდი ან რაღაცო ისენი რომ მოხდეს აი მათი დაფინანსება ქვეყანაში ნორმალური ახალგაზრდები უნდა დააფინანსოთ რომ მაგათ ებრძოლოთ. ანუ სხვა შემთხვევაში შემდგომ არჩევნებზე დამარცხდებით, ანუ მართლა გეუბნებით. იმიტომ კი არა რომ რაღაც ვიღაცა მორალური სიმართლე არა, იმიტომ რომ ულევი ფული იდება ამ ყველაფერში.
და ხალხი ძალიან მარტივად манипулირებადია. და მარტო ჩემი გამომწერების რაოდენობა და მარტო ის არ ეყოფ ამ ყველაფერს. იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ნახვები და ძალიან ბევრ შედეგებზე ვარ პირადად მე გასული. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს. მე მოგიწოდებთ. თორე სხვა შემთხვევაში ამათი ბოგინი იქნება საქართველოში ხალხნო რა და დაუკარგავთ სახელმწიფოს და დაუკარგავთ ყველაფერს აბსოლუტურად. კაი ვიდეოს დასასრულს არ მინდა რომ ეხა ესე ძალიან სენტიმენტალურად და ბოდის ვიხდი ესეთი პათოსისთვის, იმიტომ რომ ანუ მართლა გულისამრევია რა ეს ყველაფერი რა. მართლა გულისამრევია რომ კაცი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. კიდევ ერთი ჩემი მხარდაჭერა მერაბ დვალიშვილს, უსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას და მადლობას ვუხდი ჩემი და ჩემი გამომწერების სახელით, რომ ესე გვასახელა ჩვენი სამშობლო და ესე წარადგინა მთელ მსოფლიოს არენაზე. დიდი მადლობა მერაბ და გამძლეობას გისურვებ აი ამ საკიშეთში, რომელსაც სამწუხაროდ დღეს აი ესეთი რაღაცები აქ ხდება. დროებით.